რუსეთმა კვლავ მიაყენა მასიური სარაკეტო და დრონული დარტყმა უკრაინის დედაქალაქს. კიევში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 20-ს აღწევს და კიდევ თითქმის 100 ადამიანი დაშავებულია. მათ შორის სამწუხაროდ ბავშვებიც არიან. 2 ივლისის ღამეს რუსეთმა მასიური სარაკეტო და დრონული დარტყმა მიაყენა უკრაინას. მთავარ სამიზნეებს შორის იყო კიევი, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა და ძალიან ბევრი დაშავებულია, მათ შორის მედიკოსები და მაშველები. დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, რადგან ადამიანებს პოულობენ სახლების ნანგრევებში, ხოლო კიევში მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა. კადრებში აშკარად ჩანს, რომ რაკეტები პირდაპირ საცხოვრებელ სახლებზე და საავადმყოფოებზე მიფრინავდა. თან ანადგურებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობენ სამაშველო ავიაცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები. ევროპამ უკვე მოახდინა რეაგირება ამ ბარბაროსულ თავდასხმაზე. კიევსა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი სასოწარკვეთილებაში ცდილობს მთლიანად გაანადგუროს უკრაინული ერი. ამიტომაც ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას. და ამჟამად ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციების პაკეტს გაველურებული მოსკოვის წინააღმდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეიძლება ძალიან ცოტა აღმოჩნდეს, რადგან ამღამე მაჩვენა, რომ პატრიოტის სისტემებისთვის რაკეტები კრიტიკულად არ ყოფნის, რადგან პრაქტიკულად მთელი ბალისტიკა რუსული მიზანში მოხდა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ღამის რუსული თავდასხმის შედეგები უკრაინის დედაქალაქზე და არა მხოლოდ, რადგან დარტყმის ქვეშ იყო არა მხოლოდ კიევი, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი, რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა შეძლოს ამ ვიდეოს ნახვა YouTube-ზე. Ama moșore! A? მაშასე რუსეთის ბარბაროსული იერიში კიევზე დაიწყო 1 ივლისის საღამოს შაჰედის რეაქტიული დრონების შედევით. რამის 1 საათის შემდეგ კიევს ათეულობით ბალისტიკური რაკეტით და ჰიპერბგერითი ფთოსანი რაკეტებით, ცირკონებით დაესხნენ თავს. ბომბდამშენებმა თუ 95-მა ასევე გაუშვეს ათეულობით ფთოსანი რაკეტა, ხას-1, რომლებიც ღამის 3-ის შემდეგ უკრაინას შევიდნენ და ასევე კიევის მიმართულებით გაემართნენ. კიევში მთელი ღამე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. რუსეთმა ასევე გამოიყენა ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა ბანდეროლი. და ამ დარტყმის ერთ-ერთი თავისებურება იყო დიდი რაოდენობის რეაქტიული დრონები შაჰედი, რომლებიც საათში 300 კილომეტრზე მეტ სიჩქარით გადაადგილდებიან. და მათი ჩამოგდება ბევრად უფრო რთულია მობილური ცეცხლსასროლი ჯგუფებისა და დრონების გადამჭრელებისთვის. 2 ივლისს უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა დილის 7 საათზე დასრულდა და 11 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დრონები კიევს ბოლო წუთამდე უტევდნენ. კიევში მთელი დილა დრო და დრო შაჰედები კვლავ ცდილობდნენ კიევზე თავდასხმას. ანუ მაშინაც კი როცა ძირითადი თავდასხმის ტალღა, რომელიც 11 საათს გაგრძელდა და დასრულდა, რუსები მაინც უშვებდნენ შაჰედებს კიევზე. იცოდნენ, რომ ამ დროს ქალაქში მაშველები დანგრეული სახლების ნანგრევებს შლიან და იქიდან დაშავებულები გამოჰყავთ, ხოლო მედიკოსები ადგილზე სამედიცინო დახმარების გაწევას ცდილობენ. მაგრამ ეს უკვე მათი საყვარელი ტაქტიკა. რუსები ყოველთვის ასე მოქმედებენ. ისინი ყოველთვის ესხმიან თავს იმ იმედით, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, განსაკუთრებით კი მაშველები და მედიკოსები მოკლან, ეს მათი საყვარელი ტაქტიკა. ეს უკვე საყვარელ ტაქტიკად იქცა სწორედ მათთვის. მშვიდობიანი მოსახლეობა და განსაკუთრებით მაშველები და მედიკოსები, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ დასახმარებლად, რომლებიც ამ გამოშვებებს თარგმანში უყურებენ. გახსენებთ, რომ ეს YouTube არხი თარგმნილია 20-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე და თქვენთვის სასარგებლო იქნება იცოდეთ, რომ რუსები ყოველთვის ურტყამენ. მეორედაც და ცდილობენ დაარტყან იმავე ადგილებს, რომლებიც წინა დღეს დაარტყეს. მშვენივრად იციან, რომ იქ მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ამჟამინდელი დარტყმა ომის განმავლობაში ყველაზე მასიურ თავდასხმად დაასახელა დედაქალაქზე. მან 3 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. 1 ივლისის საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ვიზიტით ირლანდიაში იმყოფებოდა, ქვეყანაში, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იღებს, გააფრთხილა მასიური თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ და განაცხადა კიევში სასტრაფო დაბრუნების შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ დარტმის მთავარი მიმართულება იყო კიევი, ხოლო განსაკუთრებო იყო საუნდულო იყო დიდი რაოდენობით ბალისტიკური და რეაქტიული უპილოტო აპარატების გამოყენება. ცნობილია, რომ რუსეთმა ამ ღამით შემდეგი საბრძოლო მასალები გაუშვა. 4 ანტიგემის რაკეტა, 3 M-20, 2 ცირკონი, სამთუხაროდ ამჯერად ვერ ჩამოაგდეს, ვერ გაანადგურეს. 24 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ M, ან S-400, მხოლოდ 4 ასეთი რაკეტა ჩამოაგდეს. 34 ფთოსანი რაკეტა 101-22 ჩამოაგდეს. 8 ფთოსანი რაკეტა კალიბრი ყველა ჩამოაგდეს და 4 მართვადი საავიაციო რაკეტა 59 ყველა ჩამოაგდეს. სხვათა შორის დაბალი მაჩვენებელი ჩამოგდებული ბალისტიკური რაკეტებისა შეიძლება მიუთითებდეს პატრიოტის სისტემებისთვის ანტისარაკეტო რაკეტების მწვავე დეფიციტზე, რომლებიც ერთადერთია, ვინც რუსულ ბალისტიკას ანადგურებს. და როგორც ხედავთ, ამ ღამით ბალისტიკური რაკეტები პრაქტიკულად არ ჩამოუგდიათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩამოგდები რაკეტები მართლაც არ ყოფნით. საბოლოოდ დაფიქსირდა 25 ბალისტიკური რაკეტის მოხვედრა, მათ შორის ცირკონებიც და 12 დარტყმითი უპილოტო აპარატი 33 ლოკაციაზე. ასევე დაფიქსირდა ჩამოგდებული უპილოტოების ვარდნა 18 ლოკაციაზე. და ყურადღება მიაქციეთ, უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქში არც ერთ თავდასხმულ ობიექტს არ აქვს არანაირი კავშირი სამხედრო ლოგისტიკასთან ან მართვის პუნქტებთან. ყველა ობიექტი მხოლოდ სამოქალაქოა. დილით რუსეთის ოკუპანტების გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა კიევზე და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებზე მასიური დარტყმის შედეგები. და რა არის საყურადღებო. ამჯერად თვითონ ეს ზღაპრების მთხრობელი გერასიმოვიც კი ვერ დაასახელა თავდასხმის რეალური მიზნები. ან არის სურვა. მან უბრალოდ განაცხადა, ციტატა, მასირებული საფასუხო დარტყმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელდა მხოლოდ სამხედრო ან სამხედროებთან დაკავშირებულ უკრაინულ ობიექტებზე. მაგრამ კიევში მოხდა საცხოვრებელ სახლებში, საავადმყოფოებში, სასტრაფო დახმარების პუნქტში, თუნდაც წიგნების გამომცემლობაში, სადაც 800,000 წიგნი დაიცვა. აი ეს ყველაფერი რუსების აზრით სამხედრო ან სამხედროებთან დაკავშირებული ობიექტებია. ხო, ალბათ, წიგნების გამომცემლობა ნამდვილად სამხედრო ობიექტია. ხო, იმიტომ რომ რუსები განათლებას ეშინიათ. და როგორ შეიძლება გაველურებულმა რუსმა წიგნების გამომცემლობა რამე მართლა მნიშვნელოვნად ჩათვალოს. მოგვიანებით რუსული პროპაგანდა ყვებოდა, როგორ დაარტყეს მათ თითქოს და ლოგისტიკურ ჰაბს ნოვაპოშტის კიევის ოლქში და ამას ლოგისტიკური ჰაბი უწოდეს. ლოგისტიკური ჰაბი უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების. და ეს ყველაფერი, ან უკრაინაში უკვე ვეღარც კი ცდილობენ დამალონ, რომ ისინი მიზანმიმართულად ესხიან თავს საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოფოებს მთელი უკრაინის მასშტაბით. უკვე ვეღარც კი ცდილობენ დაასახლონ კონკრეტული ობიექტები, თითქოს სადღაც დაარტყეს. ადრე როგორ იყო? ამბობდნენ სამხედრო ქარხანას დაარტყესო, ხოლო გვერდით საცხოვრებელი სახლი იდგა. და აი მოხდნენ საცხოვრებელ სახლს. ეხლა ისინი ვეღარც კი იწუხებენ ამას გააკეთონ და პირდაპირ ამბობენ: "დიახ, საცხოვრებელ სახლებს უთხრათ." და აი ამ ღამის თავდასხმის შემდეგ მინდა მოვიყვანო ვლადიმირ პუტინის ციტატა. პუტინის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასე დააკომენტარა უკრაინული დარტყმები მოსკოვზე. და მინდა თქვა რუსებო, ასე რომ კიევზე რამის თავდასხმა თქვენს მდგომარეობაზე მეტყოლებს თქვენი რუსი დიქტატორის სიტყვებზე დაყრდნობით. რეჟიმი მთელი საბრძოლო ხაზის გასწვრი უკანი ხევს და ამიტომ ღიად ტერორის ფუქმედებებზე გადავიდა. და კიდევ როგორ შეიძლება დავარქვათ მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებზე და პრაქტიკულად ღია გადაბირება ჩვენს ქვეყანაში მყოფი განდგომილებისათვის, დივერსიებისა და ტერაქტების ჩასატარებლად. სამთუხაროდ ამ გამოშვების ჩაწერის მომენტშიც კი კიევში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია უკვე 20 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 90. უკრაინის დედაქალაქის საავადმყოფოებში იმყოფება 3 ბავშვი. ეს არის 5 წლის გოგონა და მისი 1 წლიანი ძმა, რომელსაც ამჟამად ოპერაციას უკეთებენ მედიკოსები. და 16 წლის გოგონა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან უკვე გადაარჩინეს 34 ადამიანი. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულები დააკარგეს. დაჭრილთა რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, რადგან სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება და სამთუხაროდ მაშველები აგრძელებენ ნანგრევებიდან საცხოვრებელი სახლებიდან დაღუპულთა ცხედრების ამოყვანას. უკრაინის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სწორედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებია დანგრეული. და ღამით კადრებზე დაფიქსირდა რაკეტების პირდაპირი მოხვედრა სწორედ საცხოვრებელ მრავალსართულიან სახლებში. ბოლო მონაცემებით ცნობილია უფრო.
შექმნა დიმატორზოგმა. ბოლო მონაცემებით 30-ზე მეტი ლოკაციაა ცნობილი. მერვა კლიჩკომ განაცხადა, რომ იყო დარტყმა სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქვესადგურზე. დაჭრილია 6 მედიკოსი და მძღოლი, ხოლო 9 სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაზიანებულია. ანუ კრემლმა დაარტყა სასწრაფო დახმარების მანქანებს, რათა ნაკლები შესაძლებლობა იყოს გადარჩენონ მათი დაბომბვის შედეგად დაშავებულები. რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილები. კიდევ შუაღამეს, მას შემდეგ რაც რუსული უპილოტოები მოხვდნენ კიევის ცენტრში, ისტორიული შენობების რაიონში გაჩნდა ხანძარი. სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. და შევჩენკოვის რაიონში გაჩნდა ხანძარი 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს საერთო სახურავზე. სხვა მისამართებზე დაფიქსირდა 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევა. ხანძარის 5 სართულსა 5 სართულიან კორპუსში 300 კვადრატულ მეტრზე. ცეცხლი 3 სართულიან არაცხოვრებელ შენობაში. ასევე ხანძარი ჩვეულებრივი ბაზრის ტერიტორიაზე. კიევის გოლოსეოს რაიონში გაჩნდა ხანძარი 16 სართულიანი სახლის ტექნიკურ სართულზე. პეჩერსკის რაიონში დაზიანდა 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ასევე მოხდა ხანძარი შენობის პირველ და მეორე სართულებზე, რომლის ფართობი იყო 200 კვადრატული მეტრი. მაშველებმა განაცხადეს, რომ ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ობოლონის რაიონში მოხდა ხანძარი საწყობის ტერიტორიაზე. უახლოეს სახანძრო სამაშველო დანაყოფში ადამიანები მიიყვანეს დაშავებული, რომელსაც გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. სვიატოშინის რაიონში დაზიანებულია 2 კერძო საცხოვრებელი სახლი, ხოლო დესნიანის რაიონში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის კლიმეკოს თქმით, სვიტოშინის რაიონში დაზიანებულია 2 კერძო საცხოვრებელი სახლი, ხოლო დესნიანის რაიონში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. რაიონში, სადაც 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, მაშველებმა შეძლეს 17 ადამიანის გადარჩენა. მათგან 7 ნანგრევებიდან გამოიყვანეს, 1 ადამიანი სამწუხაროდ გარდაიცვალა. მინისტრის თქმით, არიან ასევე უგზოუკლო დაკარგულები, მათი ძებნა გრძელდება. მაშველები მუშაობენ 15 ლოკაციაზე მთელ კიევში. კიევზე ღამის დარტყმის ვიდეოში, რომელიც Telegram ახემა გაავრცელეს, ჩანს როგორ მოხდა დარტყმა. მეტროს ერთ-ერთ სადგურზე, სადაც ადამიანები იმალებიან, ჭერის ნაწილები ჩამოიშალა. მაგრამ ზუსტად როგორ? ცნობილია რომ ფრთოსცანი რაკეტების ჯგუფები უკრაინაში შევიდნენ. სუმის ოლქის გავლით და სამხრეთიდან. ჩრდილოეთიდან ისინი ჩერნიგოვის ოლქის გავლით კიევის მიმართულებით წავიდნენ. სამხრეთიდან კი რაკეტები კიროოგრადის ოლქის გავლით ჩერკასის ოლქში გაემართნენ.
ღამის 3 საათზე საჰაერო ძალებმა ახალი ბალისტიკური რაკეტების შესახებ განაცხადეს, რომლებმაც კიევი ხელმეორედ დაარტყეს. 3 საათსა და 5 წუთზე ჩერკასის ოლქიდან რაკეტები კვლავ კიევის მიმართულებით შემოტრიალდნენ, ხოლო ჩერნიგოვის ოლქიდან ფრთოსანმა რაკეტებმა კიევი აღმოსავლეთიდან დაარტყეს. იმავე დროს მონიტორებმა დაწერეს ზღვიდან დამატებითი კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გაშვების შესახებ. 3 საათსა და 13 წუთზე კიდევ ერთმა ფრთოსანი რაკეტების ჯგუფმა აღმოსავლეთიდან მარცხენა სანაპიროს რაიონებზე დედაქალაქს შეუტია. მონიტორები მიუთითებენ, რომ რაკეტების ნაწილი ქალაქის ცენტრში შეიჭრა და ლუკიანოვკაზე, პეჩერსკსა და ობოლონზე დაარტყა. მარცხენა სანაპიროზე დარნიცაზე, პოზნიაკებსა და ტროიშჩინაზე შევიდნენ. მთლიანობაში რაკეტებმა კიევი თითქმის ყველა მხრიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან დაარტყეს. ღამის 3 საათსა და 25 წუთზე სააერო ძალებმა კიევზე ჩერნიგოვის მხრიდან ახალი ტალღის ფრთოსანი რაკეტების შესახებ აცნეს. ამავე დროს რუსები შაჰედის დრონების ტალღებს უშვებდნენ. დილის 4 საათზე რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს, ჩრდილოეთიდან 2 ბალისტიკური რაკეტით. 5 წუთის შემდეგ საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ბანდერონის კამიკაძე დრონი კიევისკენ მიფრინავდა აღმოსავლეთიდან. 4:20-ის შემდეგ კიდევ რამდენიმე ბანდეროლი კიევს აღმოსავლეთიდან მიუახლოვდა. მათ შემდეგ ქალაქს ჩრდილოეთიდან კიდევ 2 რეაქტიული შაჰედი დაესხა თავს. შემდეგ საათში მხოლოდ ცალკეული დრონები აგზელებდა ქალაქში სხვადასხვა მხრიდან შემოფრენას. უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი კიევში დასავლეთიდან შემოფრინდა და ქალაქის დასავლეთ რაიონებს დაესხა თავს. დილით 6:30-ზე საჰაერო ძალებმა კიევზე ახალი შაჰედების გამოჩენის შესახებ განაცხადეს, რომლებიც წყალსაცავის მხრიდან მოდიოდნენ. და მხოლოდ დილის 7 საათის შემდეგ თავდასხმა დასრულდა და განგაში მოხსნეს. ამავე ღამეს რუსებმა ზაპოროჟიეს ქალაქი დაარტყეს. საბოლოოდ რუსებმა გადაწყვიტეს თამამად დაემარცხებინათ უკრაინული ძეხვი და ეს ხუმრობა არ არის. ზაპოროჟიეში ამ ღამეს იუბილეინის ხორცკომინაც დაარტყეს. ასევე რუსებმა კიდევ ერთ ნოვა-პოშტას ტერმინალს დაარტყეს. დაზიანებულია საწყობები, დაზიანებულია საოფისე ფართები, დაზიანებულია მოკლედ ყველაფერი, რაც ესე ვთქვათ, გვაძლევდა საშუალებას გვემუშავა ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე. და რამდენად სწრაფად მოვიდა გუშინ დესნეს. ძალიან სწრაფად. უფრო სწრაფად ვიდრე მე. ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ აქამდე მოსვლა ჩემთვის შორს არ არის. და დაახლოებით 2-3 წუთში უკვე ყველა აქ იყო, როგორც პოლიცია, ასევე DSNS-ელები. და ბიჭებმა დროულად დაიწყეს თავიანთი საქმის კეთება. ყველაფერი კარგად იყო. ყველა მხრიდან კითხვები არ ყოფილა. ისინი აქამდე დილამდე აქ იყვნენ და აკრობდნენ. ეგორო. აქ აღნიშნავ, რომ რუსეთი თითქმის ყოველდღე უტევს უკრაინას რაკეტებითა და დრონებით, განსაკუთრებით ფრონტის პირა და სასაზღვრო რეგიონებში. ბოლო დღეებში სამიზნეებად იქცა კიევი, დნიპრო, ხარკოვი, პოლტავა, მირგოროდი, ზაპოროჟიე, კრემენჩუგი, ოდესა და მრავალი სხვა ქალაქი. ყოველ დღე სხვადასხვა ქალაქში დაბომბვის შედეგად ადამიანები იღუპებიან, ხოლო კრემლი უკვე ვეღაც კი ცდილობს ამ თავდასხმების გამართლებას, თითქოს და სამხედრო მიზნებით. ისინი უბრალოდ სამოქალაქო ობიექტებს ესვრიან. მაგალითად, ბოლო დღეებში რუსების მთავარი სამიზნეებიდან ერთ-ერთი იყო ავტოგასამართის სადგურები, რომელსაც რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ფრონტის პირა და სხვა რეგიონებში. როგორც ჩანს, ასეთ ცდილობს მელოტი ჯუჯა ვლადიმირ პუტინი შური იძიოს უკრაინის დარტყმებზე რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე. ევროპაში უკვე გამოეხმაურნენ რუსების თავდასხმას კიევზე. მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მხოლოდ დაგმობის სიტყვები საკმარისი არ არის. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. დღეს მე შევთავაზებ სანქციების დაწესებას კიდევ უფრო მეტი სუბიექტის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამ დარტყმებზე პასუხად. რაც უფრო ხშირად ესხმის მოსკოვის სამოქალაქო მოსახლეობას, მით მეტი სანქცია უნდა დაწესდეს. მაგრამ აქ მე შევასწორებდი კაია კალასს. ცოტა სხვა თანმიმდევრობით უნდა ვიმოქმედოთ. რაც მეტი სანქცია დაწესდება გაველურებულ რუსებზე, მით ნაკლები იქნება მოსკოვის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე. არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ისინი ახლა ამბობენ. რაც მეტი დარტყმა იქნება სამოქალაქო მოსახლეობაზე, მით მეტი სანქცია იქნება დაწესებული. ან თქვენ ელოდებით, სანამ უკრაინაში უფრო მეტ სამოქალაქო ადამიანს მოკლავენ და მხოლოდ ამის შემდეგ დააწესებთ მეტ სანქციას. ეს რა ლოგიკაა? ჩემი აზრით 2014 წლიდან 12 წლის განმავლობაში უკვე ყველას დიდი ხანი ესმის, ვინ არის ეს არსება სახელად რუსი. რუსეთი არის ველური, ბარბაროსი, რომელიც ცდილობს გაანადგუროს მთელი უკრაინული ერი. ამიტომ არ არის საჭირო კიევზე მორიგი დარტყმების მოლოდინის სანქციების დასაწესებლად. ისინი გუშინვე უნდა შემოღებულიყო.
საჭიროა ყველაფერზე სანქციების დაწესება. მაქსიმალურად უნდა მოაცილოთ ეს რუსები ცივილიზებული სამყაროდან. მაქსიმალურად უნდა იზოლირდნენ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი თვითონ იხარშებოდნენ ამ ქილაში, რომელსაც რუსეთი ქვია. აი იქვე მოაწყონ ობობების ბრძოლები და ერთმანეთი გაანადგურონ. არ არის საჭირო რაიმე შეტევების მოლოდინი. ამასობაში უკრაინამ შესაძლოა პირველად საბრძოლო პირობებში გამოეყენებინა თავისი შორ-მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. აი ეს არის ნამდვილი სანქციები. კიევზე დარტყმებს რომ არ დაველოდოთ, საჭიროა დარტყმა ამ გაურეცხავ მოსკოვიაზე. სააგენტო ბლუმბერგის ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ახალ რელიზს. ამ განცხადებაში რუსეთის უწყება ამტკიცებს, რომ ედრეში რუსების საჰაერო თავდაცვამ თითქოს და შორ-მანძილზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდო. შორ-მანძილზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა. ასევე 7 ავიაბომბი და 600-ზე მეტი დრონი. სააგენტო ბლუმბერგმა აღნიშნა, რომ რუსების განცხადება გამოჩნდა უკრაინული თავდაცვის კომპანიის Firepoint-ის სიახლეების ფონზე. იქ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ მათი ბალისტიკური რაკეტა FP9 უკვე უახლოვდება ფრენის გამოცდების ეტაპს. და არა მხოლოდ მიანიშეს, არამედ პირდაპირ თქვეს, რომ ამ რაკეტას გამოცდიან საბრძოლო პირობებში რუსების თავზე გაუშვებენ. წინასწარი მონაცემებით ბალისტიკური რაკეტა FP9 სპეციალურად რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმებისთვის არის შექმნილი და მისი მოქმედების რადიუსი დაახლოებით 850 კილომეტრია. ამავე დროს რუსული ZEUEV-ის სამხედრო კორესპონდენტები აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქში სამშაბათს რაკეტური საფრთხის რეჟიმის დროს სავარაუდოდ უკრაინული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ანუ ისინი ამას ადასტურებენ. ზედარხის ინფორმაციით სამხედრო ინფორმატორის თქმით, რეგიონის ცას-დამცველი 300 და 400 კომპლექსებიდან ერთ-ერთმა მიზანს შეუტია. ციტატა ცას-დამცველი, ციტატა დიდი სიმაღლეზე, რაც არ არის დამახასიათებელი დრონის ან ფრთოსანი რაკეტის ფრენისთვის. ასევე მიწაზე გაჩნდა დიდი კრატერი, ჩამოგდებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად. უკრაინულმა მონიტორინგის ახრებმა უკვე გამოაქვეყნეს კადრები თავდასხმის შედეგებით, სადაც ჩანს კვამლის ნაკადი ცაში და კვამლის სვეტი, სავარაუდოდ ჭურვის ჩამოვარდნის ადგილზე. და ეს სამხედრო ინფორმატორი წერს, რომ არ არის გამორიცხული შესაძლოა უკრაინული ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრა ყოფილიყო. აი სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი სანქციები გაველურებული რუსეთის წინააღმდეგ. აქ მრავალ წეტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცვეთ ლაგის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.